მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან საინტერესო ადგილობრივ რესურსზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ ქართველ ფერმერს დაეხმარება პროდუქტიულობის გაზრდაში და რაც მთავარია, ხარჯების შემცირებაში. მზად ხართ? მოდით ჩაუღრმავდეთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ საკვების მზარდი ფასები პირდაპირ ურტყამს თქვენი ფერმის მომგებიანობას, ხომ ასეა? ვიცი, რომ ეს ნაცნობი პრობლემაა. განსაკუთრებით ძვირადღირებული იმპორტირებული კონცენტრატები, მაგალითად სოიოს შროტი. ხარჯი კი იზრდება და იზრდება. ხო და მოდით ვნახოთ, რა შეიძლება ამის საპასუხოდ გავაკეთოთ. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ გამოსავალი შეიძლება თქვენგან არც ისე შორს, უახლოეს ლუდსახარში იმალებოდეს. გაიცანით, ეს ლუდის სველი ბარდა. ბევრისთვის ეს უბრალოდ წარმოების ნარჩენია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნამდვილი განძი. უძვირფასესი ადგილობრივი საკვები, რომლის სწორად გამოყენება თქვენს ფერმას სერიოზულ სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს. მოდით პირდაპირ შევადაროთ, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს. ერთ მხარეს გვაქვს ჩვენი ადგილობრივი ეკონომიური ბარდა, ნამდვილი ბომბი ცილისა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მონელებადი უჯრედისის შემცველობით. მეორე მხარეს კი ძვირი, იმპორტირებული, ხშირად სახამებელზე დაფუძნებული საკვები. ერთი შეხედვით არჩევანი თითქოს აშკარაა, მაგრამ მოდით კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ თუ რატომ. კარგი, გასაგებია, რომ ბარდას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ კონკრეტულად რა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულ საკვებად? ამის გასაგებად მოდით მის ორ მთავარ სუპერძალას გავეცნოთ. დამიჯერეთ, ეს ის მეცნიერული ნაწილია, რომლის ცოდნაც ყველა ფერმერისთვის მომგებიანია. პირველი სუპერძალა გახლავთ ბაიპას პროტეინი. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ერთგვარი VIP კურიერი. ჩვეულებრივი ცილა ფაშში შედის და იქაური მიგრობები ჭამენ, მაგრამ აი ბაიპას პროტეინი ამ ბარიერს გვერდს უვლის და პირდაპირ წვრილ ნაწლავში ხვდება. იქ ის სრულად შეიწოვება და პირდაპირ მიდის რძის წარმოებაში. ანუ, ეს არის უმაღლესი ხარისხის ცილა, რომელიც ზუსტად იქ მიდის, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო. და ახლა ნახეთ ყველაზე მაგარი რამ. ბარდაში არსებული ცილის თითქმის 45% სწორედ ასეთი VIP, ანუ ბაიპას პროტეინია. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის პრაქტიკაში? ეს ნიშნავს, რომ თქვენი მაღალწველადი ფურები იღებენ იმ ელიტურ ამინომჟავებს, რომლებიც პირდაპირ გარდაიქმნება რძის ცილად. შედეგად იზრდება როგორც წველადობა, ასევე რძის ხარისხიც. მეორე სუპერძალა არის ეგრეთ წოდებული ცივი ენერგია. აი მაგალითად სიმინდი სავსეა სახამებლით, რომელიც ფაშუში მჟავიანობას სახიფათოდ ზრდის. ბარდაკე ენერგიას მონელებადი უჯრედისა და ცხიმებიდან იძლავა. ეს არის უსაფრთხო, სტაბილური ენერგია, რომელიც არ იწვევს აციდოს და ფაშვის ჯამრთელობას მაქსიმალურად უწყობს ხელს. აი, ეს სხემა მგოლი ყველაფერს ამბობს. უბრალოდ შეხედეთ ამ დრამატულ განსხვავებას. სიმინდსა და სხვა მარცვლაუში სახამებელი 60-70%-ს აღწევს, ბარდაში კი 5%-ზე ნაკლებია. სწორედ ეს გვიცავს სუბკლინიკური აციდოზისგან, იმ ჩუმი მტრისგან, რომელიც შეუმცნებლად გვიმცირებს წველას და უამრავ პრობლემას გვიქმნის. აქამდე ყველაფერი იდეალურად ჟღერს, არა? მაგრამ, სანამ ბარდის გამოყენებას გადაწყვეტ, ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამ უნდა იცოდეთ. არის ერთი ფარული რისკი, რომლის იგნორირებაც უბრალოდ არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება მთელი სარგებელი წყალში ჩაგვიყაროს. ყურადღებით წაიკითხეთ ეს ციტატა. ის პირდაპირ გვაფრთხილებს, თუ ამ ერთ პრობლემას არ მოვაგვარებთ, ბარდის გამოყენება შეიძლება სარგებლის ნაცვლად სერიოზული მეტაბოლური დაავადებების მიზეზი გახდეს. მოდით ვნახოთ, რა შეა საქმე. აი სადაა ძაღლის თავი დამარხული, კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობაში. შეხედეთ, იდეალურ რაციონში კალციუმი ფოსფორზე მეტი უნდა იყოს, დაახლოებით 1,5 1/1-თან. ბარდაში კი ყველაფერი პირიქითაა, ფოსფორი ორჯერ მეტია კალციუმზე. ეს არის სახიფათო შებრუნებული თანაფარდობა, რომელიც მეწველი ფურის ორგანიზმში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. და ამ შებრუნებული თანაფარდობის შედეგების სამწუხაროდ ყველა ფერმერისთვის ძალიან კარგად ნაცნობი და ძვირადღირებული დაავადებებია. მშობიარობის შემდგომი პარეზი, იგივე რძის ცხელება, მაჭიკის შებრუნება, მომყოლის შეკავება, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია კალციუმის დეფიციტთან, რომელსაც ბარდა იწვევს, თუ მას სწორად არ გამოვიყენებთ. მაგრამ არ შეგეშინდეთ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ სახიფათო პრობლემის მოგვარება წარმოუდგენლად მარტივი, იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. არსებობს ერთი მარტივი წესი, რომელიც ბარდის ყველა სარგებელს უსაფრთხოდ გამბლოკავს. გამოსავალი ჩვეულებრივი კირქვა, ანუ საკვები ცარცია.
პროტოკოლი კი ასეთია და ის ზედმიწევნით უნდა დაიცვათ. ყოველ 10 კილოგრამს სველ ბარდაზე, რომელსაც ყოველს აძლევთ, აუცილებლად ამატებთ 100-120 გრამ კირქვას. ეს არ არის რეკომენდაცია, ეს არის სავალდებულო, ოქროს წესი. და კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი გაფრთხილება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დიკალციუმის ფოსფატი. ზოგჯერ ფერმერებს შეცდომით ეს ერევათ, მაგრამ გახსოვდეთ, ბარდაში ფოსფორი ისედაც ზედმეტია. ამით თქვენ პრობლემას კი არ მოაგვარებთ პირიქით, გაამწვავებთ, მხოლოდ კირქვა, ანუ კალციუმის კარბონატი. მაშასე, ჩვენ გავიგეთ ბარდის სუპერძალები და ვისწავლეთ მისი მთავარი რისკის მართვა. ახლა კი მოდით ეს ყველაფერი ერთად შევკრათ და ვნახოთ, რას ნიშნავს ეს თქვენი ფერმის მომგებიანობისთვის, ანუ პირდაპირ თქვენი ჯიბისთვის. აი კონკრეტული მაგალითი. სანიმუშო რაციონი ფურისთვის, რომელიც დღეში 20 ლიტრს იწველის. ხედავთ 12 კილოგრამი სველი ბარდა ცილისა და ენერგიის მთავარი წყაროა. მაგრამ მის გვერდით ცალკე სპეციალურად გამოყოფილ ხაზად არის 150 გრამი კირქვა. სწორედ ეს პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დანამატი აქცევს ამ ძლავრ რაციონს სრულიად უსაფრთხოდ და დაბალანსებულად. და როდესაც ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, შედეგებიც სახეზეა. თქვენ იღებთ მეტ ცილას რძეში, მნიშვნელოვნად ამცირებთ საკვების ხარჯებს, აუმჯობესებთ ფაშვის ჯანმრთელობას და, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამცირებთ დამოკიდებულებას ძვირად ღირებულ იმპორტირებულ საკვებზე. მეტი რძე, ნაკლები ხარჯი. ეს არის ის მარტივი და ძლიერი ფორმულა, რომელსაც ლუდის ბარდის სწორი გამოყენება გვაძლევს. და ბოლოს, მინდა დაფიქრდეთ, ხომ არ არის სწორედ ეს ადგილობრივი, ხელმისაწვდომი რესურსი, ის გასაღები, რომელიც თქვენს ფერმას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. პასუხი შესაძლოა იმაზე ბევრად ახლოსაა, ვედრე გგონიათ.